რესპუბლიკელებმა შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ პრაქტიკულად შეეგუენ იმ ფაქტს, რომ ნოემბერში აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ვერ მიაღწევენ. და ეს ყველაფერი დონალდ ტრამპის მოქმედებების გამო. წლიური ინფლაცია თითქმის 3 წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა. ამერიკელები სულ უფრო უარყოფითად ეკიდებიან კონგრესში რესპუბლიკელებს იმას თუ როგორ უმკლავდება პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფლაციას და სულ უფრო უარყოფითად აფასებენ ომს ირანთან. ხოლო ტრამპის რეიტინგები, მოწონების რეიტინგები რამდენიმე გამოკითხვაში მისი მეორე ვადების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ხოლო თეთრი სახლის მთავარი მესიჯი თითქოს სიტუაცია მაინც უკეთესია ვიდრე ჯო ბაიდენის დროს იყო. უკვე თითქმის აღარ მუშაობს. და აი რამდენიმე გამოკითხვა მართლაც აჩვენა, რომ სულ უფრო მეტი ამერიკელი უკმაყოფილოა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოქმედებებით ირანთან ომისა და ფასების ზრდის ფონზე. ტრამპის პოლიტიკის მიუღებლობის დონემ რეკორდულ 62%-ს მიაღწია. ამ დროს კი აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესონტი აღიარებს, რომ ენერგომატარებლებზე ფასების ვარდნა ღმერთმა ქნას. ამ წლის ბოლოს დაიწყება. მაგრამ სკოტ ბესონტის თქმით, ბენზინის ომამდელ ფასებზე დაბრუნებას საერთოდ არ უნდა ველოდოთ. მე ალექსეი პეჩი ვარ. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, მოიწონეთ გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კითხვა. Комментарии под этим видео. გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბუნლი აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ, იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი მივიღებთ. მაშასე სააგენტომ SNAU-მ რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები გამოგითხრა არჩევნებისთვის მზადების ფონზე და მოისმინა რაღაც შოკის მომგვრელი. რესპუბლიკელები უკვე თითქმის შეეგუენ იმას, რომ წელს არჩევნებს დიდი ალბათობით წააგებენ. როგორც სააგენტო წერს, წლიურმა ინფლაციამ 3 წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ამერიკელები სულ უფრო უარყოფითად ეკიდებიან რესპუბლიკელებს კონგრესში, რადგან ისინი ვერანაირად ეწინააღმდეგებიან დონალდ ტრამპის ქმედებებს და მხოლოდ მის სურვილებს აყოლებენ. ამერიკელები უარყოფითად ეკიდებიან დონალდ ტრამპის ომს ირანის წინააღმდეგ, მაგრამ მით უმეტეს ინფლაციის საკითხს. ხოლო მისი რეიტინგი რამდენიმე გამოკითხვაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. შემდეგ ციტატას მოვიყვან. თეთრი სახლის მესიჯი, რომ ვითომ სიტუაცია მაინც უკეთესია ვიდრე ჯო ბაიდენის დროს იყო, უკვე თითქმის აღარ მუშაობს. პირველი შეხედვით ეს ძალიან მოგების მომტანი მესიჯია კამპანიისთვის. დაცვა, რომელიც მიმართულია წარსულზე, იმ დროს როცა ამომრჩევლები მომავალზე სვამენ კითხვებს. სასურსათო მაღაზიებში ფასებზე, ბენზინგასამრთ სადგურებზე ფასებზე და ომზე, რომელსაც აშკარად დასასრული არ აქვს. და პირად საუბარში ამას თუნდაც ზოგიერთი ტრამპის თანაშემწე ავიარებს. ეხლა განწყობა ასეთია. ჩვენ გვესმის, რომ შუალედურ არჩევნებზე უკვე განწირულები ვართ, უთხრა თეთრი სახლის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა სააგენტომ SNAU-ს. და რომ გავიგოთ ეს პესიმისტური განწყობები, საჭირო მივმართოთ შრალ ციფრებსა და მაჩვენებლებს. პირველად 2010 წლის შემდეგ ამომრჩევლები ამბობენ, რომ ეკონომიკურ საკითხებში უფრო ენდობიან დემოკრატებს ვიდრე რესპუბლიკელებს. ეხლა ყურადღება, რესპუბლიკური ტელეკომპანია Fox News-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით 52% ენდობა დემოკრატებს და 48% რესპუბლიკელებს. ხაზგასმით ვამბობ, ეს რესპუბლიკელების გამოკითხვა. რესპუბლიკელებმა ძირითადად გააუარესეს თავიანთი პროგნოზები წლის დარჩენილი ნაწილისთვის. ენერგეტიკის ანალიტიკოსები აფრთხილებენ, რომ ნავთობის ფასები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. Moody's-ის რეცესიის მოდელი ახლა აშშ-ში მომდევნო 12 თვის განმავლობაში რეცესიის ალბათობას აფასებს როგორც 50-50. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო განცხადება გააკეთა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესონმა. მან მოულოდნელად განაცხადა, რომ ენერგორესურსების ფასები, რომლებიც ამჟამად სწრაფად იზრდება ახლო აღმოსავლეთში ომის გამო, უნდა შემცირდეს, მაგრამ არა ახლა, არამედ საუკეთესო შემთხვევაში წლის ბოლოს. მისი თქმით, ნავთობის ფასები ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად დაიწევს, მაგრამ არა მაშინ. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, ამბობს ბესონი, მით უფრო დიდხანს მოუწევს ბაზარს აღდგენა. მაგრამ უკვე ახლა აშკარაა, რომ შუალედურ არჩევნებში კონგრესში რესპუბლიკური პარტია შედის მაღალი ფასებით. ბენზინზე. და ეს ისტორიულად ყოველთვის გავლენას ახდენდა საარჩევნო განწყობებზე აშშ-ში. თუმცა, აი რას წერს MSN-ო. თეთრ სახლში მოუწოდებენ, რესპუბლიკელები ნუ ჩამოწერენ. თუ 2024 წელმა რამე გვაჩვენა, იქ ამბობენ, ეს ისეა, რომ პოლიტიკური სიტუაცია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს რამდენიმე კვირაში. სიახლეების სწრაფად იცვლება, ხოლო ამომრჩევლებს მოკლე მეხსიერება აქვთ. ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, თეთრ სახლში შიდა გამოკითხვები რთულ სურათს აჩვენებს. ისინი არ არის ისეთი პესიმისტური, როგორც საჯარო გამოკითხვები. საქმე ჯერ კიდევ ძალიან ბევრია და ეს არავისთვის არის საიდუმლო.
მაგრამ დროით საკმარისად გვაქვს, თქვა ამ ოფიციალურმა პირმა. ამავე დროს რესპუბლიკელ სტრატეგებს შორის გაღიზიანება იზრდება. მათი აზრით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ძალიან ნელა კონცენტრირდებიან მთავარ საკითხებზე. ამის ნაცვლად დონალდ ტრამპი დაკავებულია ირანთან ომით, ასევე თეთრ სახლში $400 მილიონი ღირებულების ბალური დარბაზის აშენებით. Что стало все-таки политической проблемой? ეს სიმბოლოა იმისა, რომ ეს გარკვეული მოწყვეტა ამომრჩევლების რეალურ პრობლემებს. ანუ ამომრჩევლებისთვის იზრდება ბენზინის ფასები, იზრდება საკვების ფასები, ინფლაცია მატულობს. ამ დროს ტრამპი ხარჯავს $400 მილიონი ბალის დარბაზის აშენებაზე, სადაც ის ფუფუნებაში ივახშმებს სტუმრებთან ერთად. ამავე დროს სულ უფრო მეტი ამერიკელი უკმაყოფილოა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებებით ირანთან ომისა და ფასების ზრდის ფონზე. ეხლა კი ამ გამოშვების ყველაზე საინტერესო ნაწილი. დონალდ ტრამპის პოლიტიკისადმი უნდობლობის დონემ 62%-ს მიაღწია. ეს არის გამოკითხვების შედეგები, რომლებიც ერთდროულად სამა მედიამ ჩაატარა: Washington Post-მა, ABC News-მა და Ipsos-მა. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ტრამპის პრეზიდენტობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მისი პირველი ვადაც. პრეზიდენტის საერთო რეიტინგი 27%-მდე დაეცა. ამასთან დამოუკიდებელ ამორჩევლებს შორის ტრამპს მხოლოდ 25% უჭერს მხარს. რეიტინგზე ყველაზე ძლიერად საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკა მოქმედებს. ამერიკის ომს ირანის წინააღმდეგ უკვე 66% ამერიკელების აკრიტიკებს და მხოლოდ 33% დადებითად აფასებს მას. დონალდ ტრამპის ეკონომიკურ ზომებს მოქალაქეების 24% უჭერს მხარს. დაცემა 7%-ული პუნქტით მოხდა ბენზინის ფასის ზრდის ფონზე. და როგორც ბესენტმა თქვა, ბენზინის ფასის შემცირებას წლის ბოლომდე არ უნდა ველოდოთ. შესაბამისად, აქაც რეიტინგები დაეცემა. პრეზიდენტის კურსის მხარდაჭერა ინფლაციის საკითხებში 27%-მდე შემცირდა. ყველაზე დაბალი შეფასებები დონალდ ტრამპმა მიიღო ცხოვრების ღირებულებასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში. მას მხოლოდ 23% ამერიკელი მიესალმება, მაშინ როცა 76% არ მიესალმება. 76% ამერიკელი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის ცხოვრების ღირებულებასთან დაკავშირებული პოლიტიკა საშინელია. ის ნეგატიურია, ის ცუდია. 76%. და აქ პარადოქსია, რადგანაც დონალდ ტრამპისთვის ტრადიციულად ძლიერი თემა მიგრაციაც კი უარყოფით აღმოჩნდა. ამ მიმართულებით მიღებულ ზომებს ამტკიცებს ამერიკელთა 40%, ხოლო 59% საპირისპირო აზრზეა. ისინი დონალდ ტრამპის მიგრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ არიან. უფრო მეტიც, ამერიკელებში იზრდება ეჭვები ტრამპის ქვეყნის მართვის უნარზე საერთოდ. 59% მიიჩნევს, რომ მას არ ყოფნის გონებრივი სიმახვილე. 55% კი ფიქრობს, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას ეფექტურად შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები. კიდევ 71% მოქალაქე მიიჩნევს მას არაკეთილსინდისიერად და ნენადიოჟნებ. 67% დარწმუნებულია, რომ მას არ შეუძლია გააკეთოს დაბალანსებული გადაწყვეტილებები. ხოლო 54% მას სუსტ ლიდერად ახასიათებს. უარყოფითი შეფასებები მიიღეს ტრამპის ადმინისტრაციის მთავარმა ფიგურებმაც. კერძოდ ჯანდაცვის მინისტრი რობერტ კენედი უმცროსი, ფებარის დირექტორი ქეშ პატელი, პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰექსეტი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკ რუიო. და ერთადერთი, ვინც ნდობის დადებითი ბალანსი აჩვენა, გახდა ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი, ჯერომ პაუელი, რომელთანაც შეგახსენებთ ტრამპს კონფლიქტი აქვს. და ამ ფონზე რესპუბლიკელები რისკავენ კონგრესში თავიანთი პოზიციების დაკარგვას. გამოკითხვის მიხედვით დემოკრატები უკვე 5%-ული პუნქტით უსწრებენ რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში, ხოლო ამ მომრჩევლებს შორის, რომლებსაც არ აქვთ მკაფიო პარტიული პრეფერენციები, სხვაობა კიდევ უფრო დიდია. 59% დემოკრატების სასარგებლოდ 32%-ის წინააღმდეგ. აქ ბრალ წერტილს დავშავ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ მოწონების დაჭერა. გარდა ამისა, თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით ბულებისა და რეკვიზიტების საშუალებით აღწერაში. მადლიერი ვიქნებით თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ QR კოდი თქვენს ეკრანებზე, ეს არის YouTube არხის მხარდაჭერის ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი გზა. ამით დავამთავრებ. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.